მიმდინარე წელს უკვე რა ბოლო სტატისტიკაც გვაქვს, თუ არ ვცდები 10 თვის მონაცემებია, 3 მილიარდი დოლარი შემოვიდა ემიგრაციით. წლების განმავლობაში ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი იყო და ყოველთვის ამას ვამბობდით, რომ კი, გარკვეულწილად ემიგრანტების შრომაზე დგას საქართველოს ეკონომიკის დიდი ნაწილი. მეცაც გეტყვით, რომ უცხოურ ინვესტიციებსაც რო შევადაროთ, 3ჯერ და 4ჯერ აღემატებოდა ხოლმე წლების განმავლობაში მიგრანტების მიერ გამოგზავნილი თანხები. ხანდახან მართლა ხუნობით ვამბობდით, რომ მე მგონი მიგრანტები არიან ჩვენი მთავარი ინვესტორები და არა ის უცხოელი ინვესტორები. ანუ უცხოელი ინვესტორებზე ხო ვამბობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ინვესტიციები განახორციელონ, ეკონომიკა განვითარდეს და წარმოიდგინეთ, ამას აღემატება 3ჯერ და 4ჯერ ის, რასაც აკეთებენ ჩვენი ემიგრანტები, როდესაც ფულს გვიგზავნიან. აქ მეორე ამბავიც არის, რომ მათ მიერ უცხოური ვალუტის გამოგზავნა სხვა რაღაცეებზეც მოქმედებს. იგივე ირიბად და პირდაპირ მოქმედებს ლარის კურსზეც მაგალითად. კურსი ახლა რა დონეზეც გვაქვს ჩვენ პირობითად რაღაც 2.71 რაც არის, სწორედ იქიდან გამომდინარეობს, რომ ეს ადამიანები გვიგზავნიან ჩვენ ასე ვთქვათ აღნიშნულ თანხებს. ანუ კურსაც რეალურად ვინ არჩუნებს და როგორ წარმოგიდგენია თქვენ, რომ პირობითად ოჯახი, რომელსაც აქვს თვიური შემოსავალი რაღაცა მაგალითად პენსიიდან მხოლოდ ის გადარჩეს. ძალიან რთულია, ხო? ძირითადად ხდება, რომ ეს მიგრანტები ამ ოჯახის წევრებს უგზავნიან ევროებს ან დოლარებს და ამით ახერხებენ, რომ თვითონ თვემდე გადარჩენ. ანუ ემიგრანტებს როგორც ეკონომიკაზე, ისე თითოეულ ადამიანზეც, ნუ ეკონომიკას ადამიანია ბოლებრივია, მაგრამ მაკროდონერზე ვავიღოთ, ანუ მაკროეკონომიკა და თითოეული ადამიანი. ორივეზე აქვს დადებითი ზეგავლენა და ძალიან დიდ სამსახურს, ასე ვთქვათ, გვიწევენ ჩვენ.